ეს კარგია. იცით, ბიჭმა თქვა და შეასრულა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დონალდ ტრამპი დაადანაშაულა არაბიჯურ ქცევაში. და ეს ხუმრობა არ არის, ეს პირდაპირი სიტყვებია. მანილაში ჩატარებული წარუმატებელი 35 წუთიანი შეხვედრის შემდეგ, სადაც სერგეი ლავროვი და მარკ რუბიო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, კრემლმა საჯაროდ შეუტია დონალდ ტრამპს. სერგეი ლავროვმა პირდაპირ დაადანაშაულა ვაშინგტონი ანკორიჯის შეთანხმებების ჩაშლაში და განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი სიტყვა შეასრულა, ხოლო აშშ-ში, როგორც მან თქვა, ბიჭურად არ მოიქცა. მის ციტატა სრულად მოუხვალ ამ გამოშვებაში, რადგან ის ნამდვილად ღირს, რომ გავიგოთ, როგორი დონის დიპლომატია რუსეთში. ეს ჩვეულებრივი ბიდლოა, რაღა უნდა ითქვას, ჩვეულებრივ რიგით რუსებზე, მაგრამ ლავროვი ასე არასწორად გამოხატავს თავს. უბრალოდ ასე. მარკ რუბიომ ფაქტობრივად გუშინ მანილაში ის მოიშორა თავიდან და ამაზეც ვისაუბრებთ ამ გამოშვებაში. მეორე მხრივ, პარალელურად თამაში ჩაერთო ილონ მასკი. ადამიანი, რომელიც ერთი თვის წინ, ცოტა ხნით, მაგრამ გახდა მსოფლიოში პირველი ტრილიონერი. და თითქოს მან უკრაინისკენაც კი მიაბრუნა ყურადღება. მაგრამ ინტერვიუში ეკონომისტთან მან განაცხადა, რომ ომი არ დასრულდება, სანამ დასავლეთი დათმობებზე არ წავა რუსეთის მიმართ, ხოლო უკრაინა პირადად ვლადიმირ პუტინს არ დაუთმობს. და ცალკე გააკრიტიკა, როგორც თავად თქვა, დახვეწილ დიპლომატებს, რომლებიც მოლაპარაკებებს ძვირადღირებულ რესტორნებში მართავენ. ესეც ციტატა. და კიდევ, ილონ მასკმა დღეს წამოსცა და ნათლად გახდა გასაგები, თუ კონკრეტულად რომელი სიახლეები აქვს წაკითხული. ხოლო მოლაპარაკებების მესამე ტრეკზე სრულიად სხვა ისტორია. ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში მიფრინავს, სადაც ამერიკელები დაფიდნენ, რომ ომის დასრულების რამდენიმე ახალ გეგმას აჩვენებენ. ამ ვიზიტზე ჩვენ ცალკე გამოშვებას გავაკეთებთ, ხოლო დღეს განვიხილავთ, რა ხდება მოსკოვის მიმართულებით და რატომ შეცვალა კრემლმა მოულოდნელად ტონი დონალდ ტრამპის მიმართ. და საერთოდ, რას აფრთხეს უქმნის ეს მას. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწევის ნიშნულამდე, ამიტომ მადლიერი ვიქნებით თქვენი გამოწერისთვის. ეს დიდხანს არ გრძელდება, რომ მხოლოდ ერთი წამია. ჩვენთვის კი ეს ძალიან სასარგებლო იქნება. მოდით დავიწყებ იმით, რამაც დღეს ნამდვილი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. გუშინ 23 იulis მანილაში ASEAN-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ფორუმის ფარგლებში გაიმართა თითქმის 1 წლის შემდეგ პირველი პირადი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოს შორის. ეს შეხვედრა 35 წუთი გაგრძელდა და საერთოდ არაფრით დასრულდა. მის შემდეგ კი მარკ რუბიომ გააკეთა განცხადება, რომელიც მოსკოვში შეურაცხყოფად აღიქვეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ აღიარა, რომ ამერიკელების არც ერთი მცდელობა რუსებთან შეთანხმების და არც კი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის პირადი შეხვედრა ანკორიჯში გასულ წელს არ გამართლდა. მისი ფორმულირება ასე ჟღებდა, ციტატა: მშვიდობის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, თუ ორივე მხარე მას არ დაეთანხმება, ხოლო უკრაინელები ამას არ დათანხმდებოდნენ და სწორედ ამიტომ ის მცდელობა არ გამართლდა. ასევე მარკო რუბიომ მაშინვე თქვა, რომ საჭიროა ახალი იდეები და ახალი კონცეფციები, რადგან ძველი წინადადებები უკრაინისთვის მიუღებელია და მომავალში კიდევ უფრო მიუღებელი იქნება. და სწორედ ამ ყველაფერზე კრემლი აფეთქდა. იმიტომ რომ გუშინ ლავროვმა ისევ დაიწყო ყველასთვის ზღაპრების მოყოლა იმის შესახებ, თითქოს ალასკაზე დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ჩაბარებაზე მოილაპარაკეს, რაღაც შეთანხმებებს მოაწერეს ხელი და ასე შემდეგ. ლავროვის პასუხი დღეს გაისმა მარკო რუბიოს ყველა განცხადებაზე. და აი დღეს 24 ივლისს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პირბიზეთში მან განაცხადა, რომ ბლინ ამერიკელებმა მოგვატყუეს. და დაიწყო იმით, რომ ფაქტობრივად მთელი პასუხისგებლობა ვაშინგტონს დააკისრა. შემდეგ მისი ციტატა: რაც შეეხება იმას, რომ ანკორიჯის შეთანხმებები ჩავარდა, ალბათ უნდა გავიგოთ, კონკრეტულად ვინ ჩაიფუშა. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, თავად ვლადიმირ პუტინმა ერთი თვის წინ აღიარა, რომ ალასკაზე მართლაც არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. მაშ, რა შეიძლებოდა აქ საერთოდ ჩავარდნილიყო? მაგრამ შემდეგ მოდის სწორედ ის ციტატა სერგეი ლავროვისგან, რომელმაც აჩვენა, რომ რუსები ნერვიულობენ, რუსები გაბრაზებულები არიან და რუსები დაბნეულები არიან. რადგან, როცა ისინი ნერვიულობენ, მათგან გამომჟღავნდება მათი ნამდვილი არსი, უბრალოდ ხეპრობა.
აი როცა ისინი მშვიდად არიან, ისინი წარმოაჩენენ თავს თითქოს დიპლომატიურები არიან. თითქოს შეუძლიათ ადეკვატური დიალოგის წაყვანა, მაგრამ როგორც კი ნერვიულობას იწყებენ, მათგან გაუმჟღავნდება ხეპრობა. კი ბატონო, გაიხსენეთ ლავროვი, ის სულ ვიღაცას იდიოტს ეძახის. იგინება ყოველთვის, როცა ნერვიულობს. და ეხლა ზუსტად მოვიყვანთ სერგეი ლავროვის ციტატას. ჩვენი სინდისი სუფთაა. იცით, როგორც იტყვიან, კაცმა თქვა, კაცმა ქნა. ჩვენ თქვით, ჩვენ მზად ვართ. მეორე მხრიდან ეს მიდგომა მოდიფიცირებულია თუ გავითვალისწინებთ მარკ რუბიოს ციტატას. მაგრამ ამოცანები, რომლებიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2024 წლის ივნისში დააყენა, როგორც მან არაერთხელ აღნიშნა, შესრულდება. უბრალოდ მოусმინეთ, როგორ ხსნის ბირთვული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საკუთარ თავს ცივილიზაციად მიიჩნევს სოფლიო პოლიტიკას თავის პოზიციას. თინეიჯერ ბანდებზე გადაღებული სერიალიდან კრიმინალური გამონათქვამი. პაცანის სიტყვა დღეს რუსეთის დიპლომატიის დონეა. და ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ეს ყველაფერი თავად რუსმა კომენტატორებმა შენიშნეს. კომენტარებში იმ მასალების ქვეშ, სადაც სერგეი ლავროვის ეს სიტყვები არის ნახსენები, წერენ, რომ ეს ფორმულირება კაცმა თქვა, კაცმა ქნა, ეს არის ყველაფერი, რაც თანამედროვე რუსეთის დიპლომატიის დონეზე უნდა იცოდე. კიდევ ერთხელ, ეს დიპლომატია. ეს არის რუსეთის მთავარი წარმომადგენელი საერთაშორისო არენაზე. ის ამბობს, კაი ბიჭურად არ მოიცნე ეს ამერიკელები, აი ჩვენი პაცანები, ბლატნოიები, ისინი ასე არ იქცევიან. შემდეგ ლავროვმა თავისი ბრალდებების ხაზი გაალო და მისი თქმით რუსეთი ანკორიჯის სამიტზე ჩავიდა წინასწარ გადაცემული აშშ-ს წინადადებებით, რომლებიც პირადად ტრამპს ჰქონდა დამტკიცებული. ანუ მოსკოვის ვერსიით ეს არ ყოფილა მათი მოგონილი რამე. ამერიკელებმა მიუტანეს მათ გეგმა, ხოლო მათ ის დიდსულოვნად მიიღეს. კიდევ ერთი ციტატა ლავროვისგან. პრეზიდენტმა ტრამპმა დიდ საიდუმოს არ გამამხელ, არაერთხელ თქვა, რომ ეს ჩვენი წინადადება ნაწილობრივ კომპრომისულია. ჩვენ მივიღეთ ეს როგორც კომპრომისული წინადადება და ნებისმიერი შეთანხმება ალბათ უნდა შეიცავდეს გარდაუვალ კომპრომისის ელემენტს. ტრამპმა განაცხადა, რომ კიევი გააკეთებს იმას, რაც მან შესთავაზა, მაგრამ ვერ შეძლო გაკეთება. ენის გადმოქართულებით. წარმოიდგინეთ მაგალითად კრემლის დიპლომატები, ზემადამიანები, ლავროვი ამტკიცებს, თითქოს დონალდ ტრამპმა პირადად დაფირდა ვლადიმერ პუტინს, რომ ის უკრაინას დააწვევა და კიევს კაპიტულაციას აიძულებს. მაგრამ საბოლოოდ ამბობს, ვერ შეძლო ამის გაკეთება. აი ეს უკვე კაი ბიჭურად არ არის. ამბობს, პაცანმა თქვა, მაგრამ პაცანმა არ გააკეთა. ლავროვის თქმით, პრობლემა თავად შეთანხმებებში არ იყო, არამედ რეალიზაციის ეტაპზე, რაზეც ვაშინგტონი იყო პასუხისმგებელი. თითქოს რუსები ელოდნენ, როდის აიძულებდა ტრამპი კიევს დათმობებზე წასვლას პუტინთან, მაგრამ ტრამპმა თითქოს ვერ გაართვა თავი ამ ამოცანას. აქ ჩაერთო პრესის ალკაშიც, მაშა ზახარო. მან ირონიულად აღნიშნა, რომ არავინ ელოდა კონფლიქტის გადაწყვეტას 30 წუთში. ანუ მიანიშნა ლავროვსა და რუბიოს შორის მანილაში გუშინ გამართულ ამ მოკლე შეხვედრაზე. და მაშინვე გაახსენა, რომ ტრამპმა 80-ზე მეტჯერ დაფირდა ომის 24 საათში დასრულებას და მავალ შეფასებას აძლევდა ანკორიჯის სამიტს. მაგრამ ბიჭმა თქვა და ბიჭმა არ გააკეთა. ეხლა მოდი გავარკვიოთ, საერთოდ რა შეთანხმებებზეა საუბარი, რადგან ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ოფიციალურად ანკორიჯის პირობები არასოდეს გამჟღავნებულა. საუბარი არ იყო მზა დოკუმენტზე, არამედ ომის დასრულების ჩარჩო პრინციპზე. ანუ საუბრები იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა ეს ჰიპოთეტურად გამოიყურებოდეს. მაგრამ მოსკოვში ამტკიცებდნენ, თითქოს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ეგრეთ წოდებულ ანკორიჯის ფორმულა შეათანხმეს. და აი რას გულისხმობს ეს? რუსეთისთვის მთელი დონბასის გადაცემა და ფრონტის ხაზის გაყინვა დანარჩენ უბნებზე. თავად სერგეი ლავროვი ადრე ამბობდა, რომ ანკორიჯის შეთანხმებების საფუძველში ორი საკითხი იდო. უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე და რუსეთისთვის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნება. მანამდე ვლადიმირ პუტინი კიევისგან ითხოვდა უკრაინულ ჯარების გაყვანას ამ გამოგონილი დნრ-ისა და ელნერის რესპუბლიკებიდან, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან. ეხლა გასაგებია, რატო ამბობს რუბიო, რომ ეს უკრაინისთვის მაშინ მიუღებელი იყო და ეხლა კიდევ უფრო მიუღებელი გახდება. თუ ამ ლოგიკას დაუჯერებთ, უკრაინას თავაზობდნენ მთელი დონბასის ვლადიმირ პუტინისთვის გადაცემას, ნატოში გაწევრიანებაზე იურიდიულად უარის თქმას და ტერიტორიების დაკარგვის აღიარებას. და ეს ყველაფერი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რომელსაც რუსეთი მხოლოდ იმ დრომდე იცავს, სანამ მისთვის მოსახერხებელია. და რაც მთავარია, არანაირი სასჯელი გაველურებული რუსებისთვის.
ზუსტად ამიტომ. ამიტომაც ეს მთელი კონსტრუქცია დაინგრა. არა იმიტომ, რომ ტრამპი ცუდად ცდილობდა, არამედ იმიტომ, რომ უკრაინა არც აპირებდა და არც აპირებს კაპიტულაციას. და თუნდაც ჰიპოთეტურად დაუშვათ, რომ თითქოს ტრამპმა პუტინს მართლაც დაპირდა კიევზე ზეწოლას და კიევის დანებებას აიძულებდა, ეს თავიდანვე უიმედო იყო, რადგან კიევი დანებებას არ აპირებს. და ლავროვის პრეტენზია ტრამპის მიმართ არსებითად ერთ რამეს ეხება. თითქოს შეხომ დაპირდი კიევის იძულებას კაპიტულაციაზე, მაგრამ კიევი არ დანებდა. და ამ ფონზე საინფორმაციო ველში ჩნდება ილონ მასკი პოზიციით, რომელიც იდეალურად ერგება კრემლის ხაზს. ფაქტობრივად მილიარდერმა აიტაცა ლავროვის თეზისები და უკვე დასალურ აუდიტორიას გააცნო ისინი. ინტერვიუში The Economist-ის The New York ნებდოზის მთავარ რედაქტორთან ილონ მასკმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში არ დასრულდება, სანამ დასავლეთის ქვეყნები დათმობებზე არ წავლენ რუსეთის მიმართ. შემდეგ მოყავს ილონ მასკის ციტატა. მე უკვე დიდი ხანია მშვიდობის მხარდამჭერი ვარ. რამდენიმე წლის წინ დავწერე, რომ აქ მართლაც საჭიროა გარკვეული დათმობები რუსეთის მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ მე რუსეთის მხარეს ვარ. უბრალოდ პრაგმატული ვიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები წლების განმავლობაში დაიღუპებიან შედეგის გარეშე. შემდეგ მან დაამატა, რომ მისი პროგნოზი მისი აზრით საბოლოოდ ახტა. და შემდეგ ყველაზე საჩვენებელი ნაწილი მოდის. აქ კარგად მოусმინეთ. ილონ მასკი მისი თქმით ორი ტიპის ადამიანი აღიზიანებს. პირველი ტიპი არის დახვეწილი დიპლომატები, რომლებიც მოლაპარაკებებს ძვირადღირებულ რესტორნებში მართავენ, მაშინ როცა სხვები საბრძოლო ზონაში იტანჯებიან. შეიძლება დაეთანხმო. მეორე, ეხლა ყურადღება, ციტატა. ისინი, ვინც ამპარტავნებით აცხადებენ, რომ მოსკოვმა უნდა დატოვოს გათავისუფლებული ტერიტორიები, ეს იყო ციტატა. სწორედ ამ ფორმულირებაზე ღირს შეჩერება. მოусმინეთ. განთავისუფლებული ტერიტორიები. ეს ხომ სიტყვით რუსეთის პროპაგანდის ენა. არა ოკუპირებული ტერიტორიები, არა დაპყრობილი ტერიტორიები, არამედ სწორედ განთავისუფლებული, ამბობს ილონ მასკი. და აი აქ ილონ მასკი უბრალოდ გამოაშკარავდა იმაში, თუ საერთოდ რა პრესას კითხულობს. ანუ პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, სოციალური ქსელ X-ის ფლობელი, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო საინფორმაციო ნაკადის უზარმაზარი ზარი ნაწილი გადის, საჯაროდ იყენებს კრემლის ტერმინოლოგიას უკრაინულ ქალაქებზე. მაგრამ ეს ხომ მეტისმეტად თვალსაჩინოა. უბრალოდ დაფიქრდით. ილონ მასკმა ეს დაუფიქრებლად თქვა. ამბობს გათავისუფლებულ ტერიტორიებს, იმიტომ რომ ის მუდმივად კითხულობს ამ რუსულ პროპაგანდას. და ეს გამჯდარია. ეს იგივეა, როგორც ზოგიერთმა მოახერხეს და ამბობენ არა დონბასზე, არამედ დონბასში. ვინ იყენებს ფორმულას დონბასში? რუსები. და ისინი, ვინც იმეორებენ დონბასში, აშკარაა, რომ უბრალოდ ამ პროპაგანდას კითხულობენ. და აი The Economist-მა როცა გამოაქვეყნა ეს ინტერვიუ ილონ მასკთან, ცალკე გაახსენა, რომ ილონ მასკი გასულ თვეში ცოტა ხნით გახდა მსოფლიოში პირველი ტრილიონერი და მოუწოდეს, ციტატა, სერიოზულად მიუდგნენ მის სიტყვებს. ანუ საუბარია, როგორც მიხლით, არა შემთხვევით თვიტზე, რომ ემოციების ფონზე დაწერა, არა, ეს არის ადამიანის პოზიცია, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს. და რუსეთის სახელმწიფო მედია უკვე ყველა საინფორმაციო წყაროში ციტატებად აქცია ეს განცხადება. აი ილონ მასკი უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებს უკვე გათავისუფლებულად მოიხსენიებს. მაგრამ მოდით მაინც გონიურულად გავაანალიზოთ სიტუაცია. ნახეთ რა კონსტრუქცია ყალიბდება. კრემლი პირველად დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ ესხმის თავს პირადად დონალდ ტრამპს, რომელზეც საერთოდ ფსონსდებდა. ეს იმის ნიშანია, რომ მოსკოვის გათვლები არ გამართლდა. ტრამპმა ვერ შეძლო და არც სცადა უკრაინისთვის ანკორიჯის რაღაც ფორმულის თავს მოხვევა. და რადგან ასეა, კრემლი იწყებს დამნაშავების ძებნას და წინასწარ ამზადებს ნარატივს, რომ თითქოს ჩვენ შეთანხმების უნარიანები ვართ. ეს ამერიკელები იყვნენ, ვინც უკან დაიხიეს. თითქოს ჩვენ მზად ვიყავით, მაგრამ ტრამპმა უბრალოდ ბიჩურად არ მოიქცა. ამასთან ლავროვმა იმავე ციტატაში მთავარი თქვა. პრეზიდენტ პუტინის მიერ 2024 წლის ივნისში დასმული ამოცანები შესრულდება. ანუ არც მოთხოვნებზე უარია და არც კომპრომისი არსებობს. საუბარია არა კომპრომისის ძიებაზე, არამედ იმაზე, რომ ზუსტად იგივე მიიღონ, უბრალოდ სხვა გზით. და სწორედ აქ საინტერესო კონტრპუნქტს გვთავაზობს დასავლური ექსპერტიზა. ანალიტიკური ცენტრის Rand Corporation-ის, რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელი სემუელ ჩარაპი ავტორულ სვეტში Financial Times-ისთვის წერს, რომ ომი მივიდა იმ ეტაპზე, როცა დროა რეალური მოლაპარაკებები დაიწყოს და ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ეს მომენტი და უფრო აქტიური როლი იკისრონ.
მისი მთავარი თეზისი ასე ჟღერს: უკრაინა ახლა ძლიერ პოზიციაშია და ეს უნდა იქნას გამოყენებული მოლაპარაკებების მაგიდასთან. ხოლო ჩარაპი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინის ძალა იგრძნო და რეალურ მოლაპარაკებებზე შეიძლება მეტი მოქნილობა გამოავლინოს. და აი ჩარაპი ამტკიცებს, რომ დიპლომატიური პროცესის გარეშე სწორედ ახლა უკრაინის მდგომარეობის გაუმჯობესება დიდი ალბათობით გადაიზრდება შემდგომ ესკალაციაში ან ომის გაჭიანურებაში და არა ცეცხლის შეწყვეტაში. ანუ საკითხი იმაშია, გადაიქცევა თუ არა ეს ზეწოლა მოლაპარაკებებში, ჩვენს პირობებზე. თუ კრემლი უბრალოდ გააგრძელებს დროის გაწევლას და მოასწრებს ადაპტირებას, მაგრამ მაშინვე აღნიშნავ, რომ Rand Corporation-თან კითხვები არსებობს. Samuel Charaptanაც კითხვებია, რადგან ზოგჯერ მას საკმაოდ პრორუსული რიტორიკა ჰქონდა. ამიტომ აქ საჭიროა ყურადღებით მოვეკიდოთ ამ ინფორმაციას. იმ თვალსაზრისით, რომ ხომ არ ცდილობს კრემლი უბრალოდ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაში პაუზა გააკეთოს. ხომ არ ცდილობს კრემლი შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს აი ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეწყვეტ რუსეთის ქალაქების დაბომბვას. ეხლა შეგახსენებთ რუსებს ცალკე. ისინი მაინც უყურებენ ჩემს გამოშვებებს. ვლადიმირ ზელენსკიმ თავის დროზე საჯაროდ შესთავაზა, გაიხსენეთ, ეს იყო 9 მაისამდე. საჯაროდ შესთავაზა უკრაინული და რუსული ქალაქების ორმხრივი დაბომბვების შეჩერება. პუტინმა რა გააკეთა? უარი თქვა. ვლადიმირ ზელენსკის თავაზობდა შეეჩერებინათ და გამოეცხადებინათ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ორივე ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების მხრივ. ანუ რუსეთი არ უტყამს ჩვენს ელექტროსადგურებს, ჩვენ კი მაგალითად ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს არ უტყამთ. რას გააკეთა პუტინი? უარი თქვა. ვლადიმირ ზელენსკიმ საჯაროდ შესთავაზა საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ამჟამინდელ ხაზზე, ფრონტის გაკინვა და მოლაპარაკებების დაწყება. რას გააკეთა ვლადიმირ პუტინმა? რა თქმა უნდა, უარი თქვა. დასკვნები, როგორც ამბობენ, თქვენ თვითონ გააკეთეთ. და ბოლოს დღევანდელი დღისათვის. პარალელურად მოსკოვის მიმართულებასთან მუშაობს მეორე, ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ამზადებს ვიზიტს შეერთებულ შტატებში და განაცხადა, რომ ამერიკელებს აქვთ რამდენიმე გეგმა ომის დასრულებისთვის, რომლებსაც ისინი მზად არიან გაგვიზიარო. ამას წინ უძღოდა 22 ივლისს საუბარი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან სტივ უიტკოვთან და ჯარედ კუშნერთან. ხოლო უკრაინის მხრიდან ამ დიალოგში მონაწილეობდნენ, რა თქმა უნდა, ზელენსკი, კივილ ბუდანოვი, სერგეი კისლიცა და რუსტემ უმეროვი. ასევე ნიშანდობლივია აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოლიტიკურ საკითხებში ელბრიჯ კოლბის 23 ივლისის განცხადება. ციტატა: ტრამპს გულწრფელად სურს მშვიდობა უკრაინაში და ახლა რუსეთისთვის ყველაზე შესაფერისი დროა კონფლიქტის დასასრულებლად. მისი თქმით, აშშ-ში ქმნის სტრუქტურულ პირობებს, რათა მომავალი სამშვიდობო შეთანხმება რეალისტური და შესაძლებელი გახდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტზე და იმაზე თუ რა გეგმებს დადებენ ამერიკელები მაგიდაზე, ჩვენ ამ YouTube არხზე ცალკე დეტალურ გამოშვებას გავაკეთეთ, რომელიც დღეს გვიან საღამოს გამოვა. იქ ნამდვილად არის რისი განხილვაც. ამიტომ თუ ჯერ არ ხართ გამოწევილი, აუცილებლად გამოიწერეთ ეს YouTube არხი ახლა. შედეგი: კრემლი მას შემდეგ, რაც ლავროვისა და რუბიოს მოლაპარაკებები მანილაში ჩავარდა, საჯარო თავდასხმებზე გადავიდა დონალდ ტრამპის მიმართ. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის სინდისი სუფთა, ისინი მოქმედებდნენ პრინციპით, კაცმა თქვა, კაცმა გააკეთა. ხო, შეთანხმებები ჩაიშალა ვაშინგტონის ბრალეულობით, რომელმაც დაპირდა კიევზე ზეწოლას, მაგრამ ვერ შეძლო. ამავდროულად ილონ მასკი საჯაროდ მოუწოდებს დასავლეთს დათმობებზე წავიდეს მოსკოვისთვის და ჩვენს უკრაინულ ოკუპირებულ მიწებს გათავისუფლებულ ტერიტორიებად მოიხსენიებს. ანალიტიკოსი რენტიც კი Financial Times-ში სრულიად საპირისპიროს ამბობს იმასთან შედარებით, რაც კრემლს სჭირდება. უკრაინა ახლა ძლიერია და სწორედ ამიტომ დროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, მაგრამ ძალის პოზიციიდან და არა კაპიტულაციის. მაგრამ მთავარი დასკვნა აქ არის. სანამ სერგეი ლავროვი რაღაც კაცურ სიტყვაზე ლაპარაკობს, სანამ ილონ მასკი დათმობებზე საუბრობს, რეალური საუბარი სხვა ტრეკზე მიმდინარეობს. ზელენსკი მიფრინავს ვაშინგტონში, სადაც მას ამერიკულ გეგმებს აჩვენებენ. აი იქ, როგორც მე მგონია, სწორედ იქ გადაწყდება სინამდვილეში, როგორ დასრულდება ეს ომი. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.